საამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს კვირა, ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ გვინდოდა თუ არ გვინდოდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ იმ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება, როდესაც დიდი ქარტეხილები და დიდი ცვლილებები ხდება ჩვენს თვალსა და ხელშუა პროცესები მიმდინარეობს, რომლის შესახებაც ზოგ შემთხვევაში წარმოდგენაც კი არა გვაქვს. რეალურად ჟამია, მოვლენაა, სხვა რაღაც ხდება, რეალური დიდი ცვლილებების დროში გვიხდება ცხოვრება და ამ ყველაფერს თან ახლავს ის, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, სხვანაირად ვერ იქნებოდა. ბევრია გამოვლინებები ცრუ წინასწარმეტყველებების, ცრუ ლიდერების, თუ კი ვინმეს არ ეზარებოდა დაიწყო პოლიტიკური ორგანიზაციების და პოლიტიკური ჯგუფების თუ სულიერი ჯგუფების ფორმირება, შემდგომში ერის წინ წაზღვის პრეტენზიით და აი ამ ცხოვრებაში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ ადრე არ შევხებივართ ამ თემას, დღეს გვინდა მოკლედ შევეხოთ ეგრეთ წოდებული მრგვალი სოფლების თეორიას, რომ თურმე რა 35 წელია რომ ქვეყნის გადარჩენის და წინსვლის ფორმულას ვეძებდით, თურმე მოიტყვეს ძალიან მარტივი ყოფილა, თუ კი ჩვენ საგვარეულო დასახლებებს შევქმნით, საგვარეულო სასაფლაოებს დავაფუძნებთ და გეოგრაფიულად გვარფორმას მივცემთ დასახლებულ პუნქტებს, სოფლებს, გამოსავალი სწორედ ამაში ყოფილა. მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს, რა ფინანსებით უნდა მოხდეს, ტექნიკურად როგორ არის ეს შესაძლებელი, ამაზე არავინ არ საუბრობს. მაგალითისთვის ვიტყოდი, რომ აი ყველა მოიცით ახლა ქობულეთის მდებარეობა, ის ზღვისპირეთს გასდევ მთელ სიგრძეზე, მთელი ქობულეთის დასახლება არის 2 ქუჩისგან შედგება და იმდენად გრძელი ეს ქუჩა, რომ თუ არ ვცდები მეორე თუ მესამეა თავისი სიგრძით ევროპაში. წარმოიდგინეთ ერთი პატარა დასახლება, იმდენადაა ერთ ქუჩაზე აკინძული, რომ თავისი მდებარეობით, თავისი სიგრძით უზარმაზარ ქალაქებს და იმას კონკურენციას უწევს. როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ამ დასახლებული პუნქტების ესეთ წრის ფორმაში მოქცევა, რა ტექნიკური საშუალებებია, რა ფინანსური საშუალებები დაჭირდება ამას, ეს სხვა საუბრის თემაა და ამას სერიოზულად არც მივაქცევდით ყურადღებას, რომ არა მზარდი, ასე ვთქვათ, აგიტაცია და პროპაგანდა ამ თემის. ჩვენ ბევრჯერ დავატარეთ და ასე ვთქვათ, ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ ალბათ დადგა დრო, რომ ჩვენ ამ თემასაც შევეხოთ ახლა. როგორ უნდა მოხდეს აი სოფლის მრგვალი ფორმის მიცემა. თუ კი ჩვენ ამ მრგვალი ფორმას მივცემთ, ის სოფლის მიწები ინდოელებზე, არაბებზე, ირანელებზე რომ გაყიდულია, ისინი უკან დააბრუნებენ, რადგან სოფელს მრგვალი ფორმა აქვს. თუ აი ქალაქის ბინების უმეტესობა, რომელიც ბანკებშია ჩადებული, თუ ამ ქალაქის ამას მრგვალ ფორმას მივცემ და გარკვეულ წრეში მოვაქცევთ, ის ბანკები აღარ წაართმევენ ამ ბინებს და თუნდაც ამ ქალაქებში ჭარბი არაქართული მოსახლეობა შემცირდება. აი აურაცხელით პრობლემები, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ჩვენ ქალაქებს და დაბებს და დასახლებულ პუნქტებს, სოფლებს გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ ფორმის შეცვლით მოხდება ამ პრობლემების გადაწყვეტა, საქვეყნო პრობლემები ამით მოგვარდება. მაგალითად, ჩემი სოფელიც თაგორიანი სოფელია, პირადად მეც სოფლის განაპირას ვცხოვრობ და არანაირად როგორც არ უნდა შემოხაზო, იმ სიმრგვალეში და იმ წრეში ვერ ჩაჯდება. და მამაპაპისეული ჩემი სახლი უნდა დავშალო და ცენტრში გადავიტანო, უშველის ეს ქვეყანას კახარასი. თუ ხუმრობა შეიძლება ჯემალი ამ თემაზე, მაშინ ხარ გაგვეუთვებინა საქართველოს, უდიდიც გამოვიდოდა და გასწორდებოდა და აი შეგვეძლო დაგემრგვალებინა. მომიტევოს ჩვენოს ვერმა ამ ირონიისთვის, მაგრამ სერიოზულადაც ვერ შევძელი, რომ სერიოზული შეჭერა. ეგ რაც წამოწეულია ჯემალი, მაგრამ არის გარკვეული წამოწყებები, რაც თავის დროზე შემოიტანეს მაღალპოლიგრაფიული იმ დროისთვის მაღალპოლიგრაფიული გამომცემლობებითაც გამოიცა მთელი რიგი წიგნებისა. როგორც სენსაცია, საკმაოდ დიდი სიჩქარითაც გავრცელდა საზოგადოებაში,
გარკვეული თანხების მობილიზაციაც მოხდა, რომ პოპულარიზაცია წასულიყო. არ არის მხოლოდ ეგ თემა, მაშინ პირდაპირ გადავიდეთ და შევეხოთ ამ თემებსაც. ჩვენ წინა გადაცემა ნაწილობრივ მაინც შევეცადეთ, რომ ბატონ ეკაკის დაბადების დღესთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა გვეთქვა ამ პიროვნების თაობაზე, ამ ფენომენის შესახებ. ხო, დღე და გადაცემა არ არის ჩვენ რომ არ ვახსენოთ ჟამი და მეორედ მოსვლის საკითხები, რომ თანამედროვეობამ ათეისტურ ცნობიერებას თვითონ გამოაცალა საძირკვლები. აღარ არის დაფარული და დამალული, რომ აპირებენ მსოფლიო ერთმართველის დასმას, რომ აპირებენ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას, რომ აპირებენ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ციფრული მონათმფლობელობის დამყარებას. აპირებენ ადამიანის საერთოდ გადაკეთებას, როგორც ასეთის და სრულიად სხვა ჰიბრიდის გამოყვანას. უზარმაზარი არათუ მხოლოდ ექსპერიმენტი, არამედ პრაქტიკაა მთელი ევროპა ამ მიმართულებით. თავისი LGBT დროშები, თავისი ყველაფრით, ვინ მართავს მსოფლიოს, ტაძრის აღდგენა რო უნდათ, რომ ერთდროულად ზნეობრივი წარღვნაა მოზღვავებული, რომ ერთდროულად ჩვენ ვიგებთ ალაგ-ალაგ და ადგილ-ადგილ ომებზე, ქარტეხილებზე, მიწისძვრებზე, არეულობებზე, ესე იგი ინფორმაციულ ერაში შევედით, მიწისძვრებიც იყო და ქარტეხილებიც იყო და აურზაურიც იყო, მაგრამ ჩვენ ჩაკეტილი ვიყავით ჩვენი ფიზიკურობაში, ჩვენი სოფლის, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებში და არ ვიცოდით დედამიწა მრგვალი იყო თუ არ იყო. ეხლა დედამიწა დაპატარავდა და სადღაც ცოტა მძლავრი ქარიშხალია თუ ყველაფერს ვიგებთ. ესე იგი ეს ეპოქა დამდგარია, ნიშნებით შეიცნობაო და ვიგებთ უამრავ რამეს, თუ კი რაიმე ხდება ამ მიწისძვრების შესახებაც ისეც, ესეც ხედავთ, რომ ეს ნეობრივი წარღვნაა მსოფლიოში, ხედავთ, რომ ადამიანის გადაკეთება, ხედავთ, რომ ჩვენი რელიგიით მიერ გადმოცემული ტექსტებში შემონახული ცნობებიც ცხადდება, რეალურად მსოფლიო ერთმართველობისათვის მიმდინარეობდა და მიდის გამალებული ბრძოლა, ერთიანი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომ ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს ერებს, სარწმუნოებებს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი 2000 წლის წინ არის დაწერილი. სულიერი გზით აქვს მიღებული იოანე ღვთისმეტყველს და გამოცხადების სახით შესული არის წმინდა წიგნებს შორის ქრისტიანობაში. გამოცხადება სრულიად კანონიკურია. აი ამ რეალობის წინაშე ცხოვრობდა. ბევრჯერ დაგვისვია ეს კითხვა, როგორ შეიძლება ადამიანმა იწინასწარმეტყველოს ის, რა იქნება 2000 წლის მერე. ერთი დღის კი არა, ერთი საათის და ერთი წუთის მერეც რა იქნება, ეგეც კი არ შეგვიძლია ზუსტად დავსვათ და ზუსტად წარმოვიდგინოთ. ხო? ამ რეალობაში ვართ შესული და ეს არის სწორედ ის ჟამი, სადაც ხდება ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხები, მაგრამ ქართულ ენაზე უნდა გაცხადებულიყო ის, რაც არ ვიცოდით, რა ინფორმაციაც უნდა შემოსულიყო და მიგვეღო გადაწყვეტილება ან ესე ან ისე. ეს ძალიან ახლო იმ რეალობასთან, რა რეალობაში წინამძღოლში ვართ. ათასობით წლით ადრე ჰქონდა ქართველებსაც გადმოცემული ჩვენ ივანე ზოსიმეს ხელით, მისი ხელნაწერით, რომ ქართულ ენაზე უნდა მომხდარიყო და აქ ქართულად უნდა განეკითხა უფალს. და რომ ენაშია საიდუმლოება ქართულში ჩადებულა, ლაზარე ჰქვია სახარებაში და 4 დღის, ანუ 4000 წლის არის გარდაცვლილი და ასე შემდეგ. 95 წლის 9 იანვარს ბატონ ეკაკი იწყებს ახალი სიტყვის გაცხადებას, ამობს ისეთ რამეს, რაც პირველივე წუთებიდან არის გამაოგნებელი, სენსაციაზე სენსაცია და ერთდროულად ამაფორიაქებელი და თან მიუღებელიც. მაგრამ ლაგდება გადის დრო და ყველაფერი თავის ადგილს პოულობს, გვაგროვებინებს 1,907,000 ხელმოწერას, ყრილობები ტარდება და გამოიცემა მომავლის პროგრამა. მოკლედ ახალი მიღებული სიტყვის შინაარსი ასია თუ ისია გადმოიცადა გზებიც გადარჩენისათვის საჭირო გზებიც გაიკვალა.
მაგრამ არსებობს ფორმულა, რაც რა ფორმულებიც ამ ახალმა სიტყვამ, ამ ახალმა განმარტებებმა, რაც მიღებულია და არ არის ადამიანის გონის პროდუქტი და კონცეფცია, ხშირად ვისმენთ, რომ ბატონ ეკაკის კონცეფცია საკმაოდ კარგი ყოფილა, არ არის კონცეფცია. თუმ ერთადერთი პიროვნება, რომელიც იძახოდა, რომ რასაც ვამოფიას, რაც მეწოდება, ჩემი არ არის. ხო. ესე იგი, სიტყვა უნდა მიიღო კაცობრიობას. მეორედ, სიტყვის სახით უნდა მოსულიყო ჩვენთან უფალი. და ეს სიტყვა ქართულ ენაზე უნდა გაცხადებულიყო. მაგრამ როგორ არის ფორმულა, როგორ არის? მანამ მოდის ჭეშმარიტი სიტყვა, მას წინ უსწრებს ანტისიტყვა. ქრისტე მოდის, მაგრამ ქრისტეს ადრე ანტიქრისტია მოსული და გაბატონებული. ეს ფორმულაა. ესე იგი, მანამ ჭეშმარიტი სიტყვა მოვიდოდა და გაცხადდებოდა, აქ პიროვნებაზე კი არა ლაპარაკი, აქ ჭეშმარიტი სიტყვის მოსვლაზეა ლაპარაკი. რომელიღაც პიროვნება შეირჩა, გვარად ჯორჯაძე და თუ გადატანით და ესე ქართულ სიტყვაში ჩადებული საიდუმლოებით და მისანიშნებლად, ნიშნებით შეიცნობაო, გვარიც ისეთი ჰქონდა, ქრისტე იერუსალიმში ჯორზე ამხედრებული შედის. და სიტყვა, უფლის სიტყვა. ჯორჯაძეს გვარის მატარებელ მწერალი კაცის საშუალებით შემოვიდა საქართველოში და არა მარტო საქართველოში. თუმცა მანამდე უნდა ყოფილიყო გარკვეული ანტი. ანტი რა არის? მსგავსია იმის, რაც უნდა მოვიდეს, მაგრამ არ არის სწორი, ცდომილება შეიცავს. აი ანტი სიტყვა ამ თვალსაზრისით შეიძლება გავიგოთ. მაშინ აქ უნდა ყოფილიყო რაღაც ნიშნები ასეთი. თუ დავიწყებთ გახსენებას ამ პერიოდებისას, ამ 95 წლის მიმდებარე პერიოდებს, რა, მაშინ მანამ ეს კაცი გააცხადებდა ოფიციალურად. მანამდე კიდევ რაღაცები უნდა ყოფილიყო აქ გაცხადებული საქართველოში, ისეთი, რაც იქნებოდა ფრიად არაორდინალური, განსხვავებული, ასეთივე დიდი სენსაციის მატარებელი და იყო კიდევაც და შევეხებით. ამ საკითხებსაც, ესე იგი, მანამ მოდის ჭეშმარიტი, ჯერ ჭეშმარიტის მსგავსი მისი მოახლოების მაცნები იჩენენ ხოლმე თავს. აღმოსავლეთში არის ასეთი იგავი. ვიყენებენ აღმოსავლეთში ჭეშმარიტების მოსვლასთან დაკავშირებით და თუ დიდი დრო არ დაგვეკარგება, მოკლედ შევეხები, იმიტომ რომ კარგად აღწევს. ერთ ქალაქში სპილო არ ენახათ. და გაიგეს, რომ მოდიოდა ცირკი, რომელსაც მოყავდა სპილო. და საღამოხანი იყო და ყველაზე უფრო ცნობის მოყარები გაიქცნენ. და როცა მივიდა, სანახავად ბნელოდა. გალიაში იჯდათ. და რო შეყვეს ხელი, რასაც ხელი წავლეს, ეგ იყო და დარაჯები გამოვიდნენ, გაიფანტნენ და დილად ენდება. ასეთია აღმოსავლური გადმოცემა. ას ცნობის მოყარები ყვებიან, რომ ესე იგი სპილო არის ბოძივით, არა სპილო არის დიდი გოდორივით, არა სპილო არის გველივით. ვინც ხორთუმზე წააყნო ხელი, ისეთი დასკვნა გამოიტანა, ვინც ფეხზე ბოძივით ეგონა, ვინც ტანზე, ეს იგავებია რა თქმა უნდა. და არის კამათი ატეხილი ერთმანეთში, არა ესეთი და უკვე ჩხუბი და წეწავლე ჯაყ ატეხილი ცნობის მოყარებს. მთელი ქალაქი კი ამათ გარშემორტყმია და გათენდა. ამოვიდა მზეც და შემოვიდა ეს თავენთის პილოტი. და იხილეს მე როგორი იყო, თურმე რასაც ამობდნენ იმის მსგავსი ნაწილები კი ჰქონდა, მაგრამ სპილო სხვანაირი იყო. მას შედარებულია ჭეშმარიტებას. ის არ არის ისეთი, როგორი წარმოდგენებით წინასწარ გვექნება ხოლმე. ცნობის მოყარეს, უბრალოდ ცნობის მოყარებზე არა ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი სწორედ მკვლევარზე, სწორედ ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც რაღაც ჩაწვდომა შეუძლიათ, ანალიზის გაკეთება შეუძლიათ და ჩვენი წარმოდგენები ჩამოვიყალიბეთ იმაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო ჭეშმარიტების თაობაზე. მაგრამ როდესაც მოვიდა სიტყვა, იმან განსხვავებული ცნობები მოგვაწოდა.
მანამდე იყო ასეთი რაღაც, ეს ჩვენ აღმოსავლეთში არის კაცი, რომელმაც დასაბამისეული აღმოჩენა თუ რაღაც უწოდა და თქვა რომ ნათელშია, ნათელი ბოდიში არის მიწის სიღრმეში და იქიდან ვართ ამოსული და 1000 კილომეტრიანი ღრუ აქვს დედამიწასო და იქ უნდა ჩავიდეთ. გამოჩნდა სხვა ადამიანი, მანაც გამოსაწინი თავის მიმდევრები გაუჩნდნენ და მან თქვა რომ ცივილიზაციები მთის მწვერვალებზე იყო და ბარი გვიანდელი ამბავია და იქ უნდა ვეძებოთ მაღალი მთის მწვერვალებზე ძველი ცივილიზაციები, იმიტომ რომ წყლით იყო დაფარული ყველაფერი. მთავარი ჭეშმარიტებაა და მე შევიცანიო. ქრისტემად შეიცნო, მაგრამ თლად ბოლომდე ვერ შეცდაო. სრულყოფილი ახლა მე ვარ. ხო. ასევე გამოჩნდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც დასახა, რომ პირველი რგვალი სოფლები, რგვალი ტიპის სახლები იყო იმირის გორაზე და არის აღმოჩენილი პირველი სამიწათმოქმედო დასახლებები, შემდეგ შეიცვალა კონსტრუქციულად, ოთხკუთხედი გახდა, სხვა ფორმები მიიღო და ესე იგი ეს გვარებად უნდა დავსახლდეთ, რგულად უნდა იყოს განლაგებულიო და მთელი მოძღვრებები აიკინძა როგორც ერთზე, ისე მეორეზე, ისე მესამეზე, ეს რაც ღიად გამოიტანეს თავეთი წიგნებით. ამ საქმეში ჩართული იყო როგორც აღმოსავლეთის წარმომადგენლები, ისევე დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები. და გაუჩნდა თავიანთი მიმდევრები. ხო. ახლა ისეთი პერიოდია, რომ გადაფასების პერიოდია და ზოგიერთმა ჩათვალა, რომ არა თურმე სწორი ყოფილა, რომ დედამიწა არის ბრტყელი და მასონები გვატყუებენ, რომ რგვალია. და იყენებს ქართულ მეგრულ თემებში ჩადებულ საიდუმლოებებს, თურმე მკვლევარია, თურმე ეზოთერიკია, თურმე ღვთაებრივი საიდუმლოები იციან და თან შიფრავენ. ხო, მოკლედ ერთი აურზაურია და განუკითხაობა, ასე ვთქვათ, ატეხილი და ახალმა სიტყვამ ნელ-ნელა თავის ადგილზე ჩააყენა მიღებულმა სიტყვა. მანამდე ახლა აღარ გავაგრძელებ ამ ექსკურსს დააბრმათ აღარ შევალ. თვითონ ბიბლიის პირდაპირი გაგებით განმარტება აბსურდამდე მიგვიყვანს, მაგრამ არის ხალხი ყავთ მიმდევრები, რომ ეძებენ პირდაპირ დადასტურებას, მაგალითად იმას, რომ არარატის მთაზე ნოეს კიდობანი უნდა იპოვონ. რომ 5000 კილომეტრის სიმაღლეზე, ბოდიში 5 კილო 5000 მეტრი 5 კილომეტრის სიმაღლეზე თითქოს 40 დღეში წყალვა მართლა აიწია, პირდაპირ თუ გავიგებთ და იყო რაღაც კიდობანი, რომელშიც ყველაფერი შიგ იყო შესული, განთავსებული. მაქხელა კიდობანი რო აგებო, შიგ რო ყველანაირი ცოცხალი არსება შეეყვანა, ერთი კონტინენტი დაჭირდებოდა. და ახალმა სიტყვამ ჩააყენა თავის ფარგლებში. ამ თემებზე წავიდა დისკუსია და მსჯელობა, იმიტომ რომ გავითვალისწინოთ ის, რომ ათეისტური ყოფიდან ვართ იმ პერიოდში გამოსულები, მეცნიერული ჭრილიდან დამუშავებული ლიტერატურა იბეჭდებოდა, როგორც ტექნიკური ლიტერატურაზე ლაპარაკია, მხატვრული სხვა საკითხია თავის დავაცხადია და თითოეული წიგნი, თითოეული გამომცემლობა თავიდან ბოლომდე მეცნიერულ კვლევების ხაზს მისდევდა. ეხლა მეცნიერებამ დაამტკიცა თავისი ცოდნის ობიექტურობა, რომ მეცნიერებამ აღმოაჩინა ის კანონები, რაც ბუნებაში არსებობდა ჩვენგან დამოუკიდებლად და ამ კანონების გამოყენება ვისწავლეთ. გაიკვალა გზა მეცნიერებამ და კავის სახედრის და ხარის მდგომარეობიდან კი უყურებთ სადამდე ვართ, ახლა მისული. ეს იმ კანონების გამოყენებით, რაც არსებობს ბუნებაში, მაგრამ ამის გამოყენება ვისწავლა მეცნიერებმა. ჩვენ მიჩვეული ვიყავით საბჭოთა სივრცეში, რომ ყველაფერი ამ მეცნიერებიდან გამომდინარე იყო, ჟურნალი იყო თუ გაზეთი იყო და რა და უცებ ეს ყველაფერი ჯერ გაწყვეტილი არც არის და შემოდის 90-იან წლებში სულ განსხვავებული შინაარსის ლიტერატურა. სულიერ საკითხებზე ბიბლიაც გამოიცემა, ხალხი რწმენისკენ იწყებს მოტრიალებას და ამ დროს შემოდიან საზოგადოების სარბიელზე
წინასწარმეტყველები, რომლებიც მიგვითითებენ გადარჩენის გზას. აღმოსავლეთის წარმომადგენელი მიგვითითებს გადარჩენის გზად დედამიწის გულში, თითქოს ამას სივრცეა და გროაკ, ეხლა ამის სერიოზულ განხილვებს აღარ დავიწყებ არც ერთი ამ მიმართულებების, მაგრამ რა არის ნიშნეული? ახალმა სიტყვამ რითი ჩააყენა ყველაფერი თავის ადგილზე. ფიზიკური სამყარო თავისი კანონებით არის წარმოდგენილი. სულიერი სამყარო რაც თვალით არ ჩანს, მას თავისი კანონები აქვს. ბიბლიაში იგავებით არის ჩაწერილი. ახლა იგავებით გელაპარაკებით და მოვადრო და გაცხადებულად გავუწყებთ. ბევრი რამ, რისი პირდაპირ გაგებაც გვინდა, ფიზიკური სამყაროს დადგენილი კანონებს ეწინააღმდეგება. ესე იგი, ეს ისე არ მომხდარა, ისე ვერ მოხდებოდა, ეგ იგავია, მაგაში სხვა სულიერი სიმაღლეები იგულისხმება და სულიერი სამყაროს კანონები ფიზიკურ სამყაროში პირდაპირ არ გადმოვა. რა გვამყარებს კიდევ ეს რომ კარგად აღვიქვათ. იქ არის ლაპარაკი რომ მეორედ მოსვლა ნიშნებით შეიცნობა და სასწაულებს უკეთური და მემური შემოდგმა. ის რომ ამაზე 1000 შეტ ვისაუბრია, იქ ფაქტიურად ფორმაციულ ცვლილებაზე გველაპარაკება ინეველების გავსად თუ კი დავაგდებ პოროტების გზას. აი ეს შეიძლება მოგეცეთო. ამგვარი ტიპის სასწაული. ანუ იონას სასწაული. მაგრამ დანარჩენი სასწაულების მომლოდინეობა უკეთურობასა და მომრუშეობაში გვეთვლება და გვითვლის უფალი. ესე იგი, მაინც რა ხდებოდა? ადამიანების გარკვეული ნაწილი იღებდა რაღაც ინფორმაციას სულიერ სამყაროდან 95 წლამდე, მაგრამ ეს მიღებული ინფორმაცია იყო ერთგვარი სიმცდარის მატარებელი და გაცნობიერება ვერ ხდებოდა და ადამიანები ერთმანეთში ურევდნენ სულიერ მოცემულობას და ფიზიკურ მოცემულობას. და ისეთი რამეების ლაპარაკი დაიწყეს, რომ მაშინ ეს სამყარო უნდა გაუქმდეს საერთოდ და სრულიად სხვა ტიპის სამყაროში უნდა აღმოჩნდეთ. არადა სამყაროები ერთმანეთიდან გამომდინარეობს და ფიზიკურ სამყაროში არსებული კანონები მანამდე იქნება, მანამ ფიზიკური სამყარო იარსებებს. ესე იგი, ეს მიღებული რაღაც რაც მიიღეს, გარკვეულ სიმცდარეს შეიცავდა. არავით არ იხსნა, არც მიწისქვეშ არ იქ რო ჩავძვრეთ, არც სოფლების დამრგვალებაში არ არის, იმიტომ რომ მივყვეთ არც მწვერვალებზე ყოფნა ცივილიზაციისა და 5 კილომეტრის სიმაღლეზე წყალი ბუნებაში არ არსებობს. ვაისაიდან ვერ მოვიდოდა ეს და ესე უცებ ვერსაიდან ვერ გაქრებოდა. ხო. და ერთმანეთში შეირია, აიზილა სულიერი სამყაროს კანონები ფიზიკური სამყაროს ალეგორია პირდაპირ მნიშვნელობით იქნება. მარტივად კი უფრო გასაგებად რო ვთქვათ, ალეგორიები პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეს, რაღაცა გაიგეს, მაგრამ ეს პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეს. ერთ-ერთი ასეთი თავბრუდამხვევი სიახლის წარმომადგენელი იძახოდა, რომ ახლა დედამიწა გაჩერდება და უკუღმა უნდა დაიწყოს ტრიალიო. მერე რომ წავიდა მსჯელობა, რომ როგორ უნდა დაამოხუჭოს ამხელა მასამლო ყველაფერი არ წაილებოსო და აი ესე პოლუსები უცებ ადგილ შეიცვლიან გადაბრუნება ველოსიპედის ბორბალივითა და აღმოჩნდება, რომ აღმოსავლეთი იქნება დასავლეთი და პირიქით. ახალმა სიტყვამ სხვა რამე დადო. სულიერი განვითარების ხაზი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იყო აქამდე და ახლა შეიცვლება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დაიწყებს სულიერი განვითარების ხაზი. ამის ნიშნად ჩინეთი, რომელიც ჩამოწერილი სივრცეთ ითვლებოდა, წამოდგა ფეხზე და ხედავთ, რომ ახალ მსოფლიო პოლუსად ყალიბდება. სამომავლოდ ყველაფერი გააჩნია საიმისათვის იწეს სახელმწიფო და იწეს მსოფლიო ახალ მიზიდულობის ძალად. ეს უკვე მომხდარი ფაქტია ფაქტობრივად. ამ თვალსაზრისით ხედავთ, რომ დასავლეთში დაისია დაწყებული მართლაც მორალურ ზნეობრივი და აღარ ჩავარდი პოლიტიკურად დასავლეთი საქმე უკან მიდის, თუმცა ეს არ არის იური და უმტკივნეულო პროცესი, იმ დაკავებული სიმაღლის დაკარგვა არ უნდათ და შესაძლებელია მთელი დედამიწაც გადაიყოლო, მაგრამ ეს ფაქტი უკვე შემდგარია.
ასე იგი ახალი სიტყვით მიღებული ცნობა იყო ჭეშმარიტი, მაგრამ მსგავსი რამ სხვანაირად იქნა გაცნობიერებული და ეგონათ რომ დედამიწა დაიწყებდა ფიზიკურად, დედამიწა დაიწყებდა უკუღმა მატერიალს. ეხლა რატო ტრიალებს დედამიწა ესე იგი სამყაროში არსებობს გიგანტური კოსმოსური ძალები, რომელიც ამ კოსმოსურ სხეულს უზარმაზარ პლანეტას ჩვენთვის ეს უზარმაზარია, ასეთნაირი ფორმით ატრიალებს. თავისი შექმნის დღიდან მოყოლებული. სავარაუდოდ ხომ მასია და ეხლა ამ ძალებმა რომ ამას უკუღმა დაუწყონ ტრიალი, ყველაფერი არ დაირევდა. აქ არის ლაპარაკი სულიერი თვალსაზრისით სხვა განვითარების ხაზით დაიწყებს უკვე კაცობრიობა მომავალ ცხოვრებას. ეს უკვე ჩვენ თვალწინ ხდება, ესე იგი მოსული სიტყვა მართალია, აქედან გამომდინარე. შემდეგ მრგვალი რაღაც, ხო? ახალი სიტყვა რას გვეუბნება? რა განმარტება მოიტანა ახალმა სიტყვამ, რაც არ ვიცოდით. მართვის სფერული ფორმა უნდა დაამკვიდრდეს. არსებული პირამიდულია. და ჩვენ ვართ მსგავსებაში შესული მთელი კაცობრიობა, ანტიქრისტე ანტისიტყვა, ანტიცნობიერება გავს ქრისტეს, მაგრამ ანტია. და რაშია ამისი ანტი? დემოკრატიას გეთამაშება, დემოკრატიით გაბიტურებს და გაბნევს. დემოკრატია ხალხის ნებელობა, უმრავლესობა წყვეტ. და სინამდვილეში ამ დემოკრატიით უშველებელი პირამიდაა გამაგრებული. პირამიდა კიდე არის ვერტიკალური მართვის სტრუქტურა. და იქ თვალი ეს ლუციფერის თვალი, რომელიც აბსოლუტურ ბატონობას ამყარებს და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით იმ ზღვარზე არიან მისული, რომ ადამიანი უკვე ბიორობოტად გარდაქმნან. ანუ ადამიანში ადამიანი ჩაკლან. ადამიანს გაუჩინონ მიწაზე მსგავსი ღმერთისა, ხელოვნური ინტელექტის სახით. უკვე ყურში მომხვდა, რომ მომავლისთვის აი ეს მაგარ ხარბეჭიან გულმართალ ტვინგახსნილ ქართველებს შეგვირჩევს ხელოვნური ინტელექტი. 300 კაცს, ეს 300 კაცს დაჯდება და ქვეყანას გადაარჩენს. ხო, უკვე არის. ხო, რომ პირამიდულია სისტემა და სფერულად უნდა გარდაიქმნას. და ნაწილმა ეს ისე გაიცნობიერა წინსწრება, მანამ სიტყვან მოვიდოდა და მანამ ეს ახსნა განმარტებები მოგეცემოდა. ისე გაიცნობიერა ნაწილმა, რომ ხო, მაშინ სოფლები უნდა დავამრგვალოთ. თავისი ისინი ფინანსური საშუალებები დაჭირდება. ჯერეთი ყველა დასახლებული პუნქტი, ქალაქი, სოფელი, რომ ფიზიკურ ავყაროთ და გვარი ფორმა მივცეთ. ამას ამერიკის და ჩინეთის ბიუჯეტი არ ეყოფა ერთდროულად. ანუ ფიზიკურ სამყაროს აქვს თავისი კანონები. ჩვენ ამ კანონებს ვექვემდებარებთ. შენ რომ რაღაც გაიგე და ისე ვერ გაიგე და გინდა რომ ფიზიკურში ესენი დაამრგვალო, ესენი ვერ დამრგვალდება. იმიტომ რომ რაღაცა რომ გააკეთო, რაოდენობის სამუშაოა შესასრულებელი, მაშინ მოდი ესე დავსვათ საკითხი. და სად არის ამის სახსარი, თანხა, გამკეთებელი, მარტო საქართველოში რომ ეს მომრგვალდეს, მთელი ჩინეთის მშრომელი მასა არ ეყოფა მაგას. მე რა მექანიზმებით მოიტანს ეს შედეგი? კარგი, ხო, მე აი დავუშვათ ესენი დავამრგვალეთ და საგვარეულოდ დავიწყეთ საფლავების გახსნა, გადმომარხვევი, არეულებები, რომ თითოეულ გვარს თავისი სასაფლავები უნდა ჰქონდეს. ხო, დავუშვათ ესე მოხდა. ყოფიერება როგორ იქნება, კაპიტალისტური, ფეოდალური თუ როგორ. მე კითხვა დავუშვათ სოფელი რომ გვალი გახდება. ამ სოფლის მიტაცებულ გაყიდული მიწები, რომელიც გასხვისებულია და ქართველების საკუთრებას აღარ წარმოადგენს და უცხოელებზეა გაკიდული. ისინი იტყვიან რომ რადგან გვალია, უკან დაუბრუნოთ ეს მიწებიო. ის კანონები აღარ იმუშავებს, რომელიც რასაც კაპიტალიზმი ეყრდნობა. ან ქალაქის ბინები, რომელიც წარხნეულია და ბანკებზეა გადაფორმებულია, ზოგიც უკვე გზაშია და უნდა წაართვან და ხვალდახვაზებით გადაიფორმონ, ეს ბანკები უარს იტყვიან ამ ძარცველობაზე? ეს მევახშეობა უკან დაიხევს, რადგან განფორმა იქნება? არაფრით არ თავსდება ფიზიკურ კანონებში, არაფრით არ თავსდება ფიზიკურ არსებულ რეალურ სახსრებში და არავითარ შედეგებს არ იძლევა გარდა იმისა, რომ ეს არის ღრმა ფანტაზიურობა და გარდა იმისა, რომ
მეტნაკლებად ობიექტური აზროვნების ადამიანების ჯგუფი უბრალოდ დააფრთხება, როცა ამას მოისმეს და გაგერიდება. როცა შენ ამ პროცესს დაარქმევ ლაზარეს აღდგინებას, იბერიის გაბრწყინებას, უბრალოდ ლაზარეს აღდგინებასა და იბერიის გაბრწყინების მცნებას ფასი დაეკარგება ობიექტურად მოაზროვნე საკმაოდ დიდი ფართო მასების თვალში. ესე იგი, ეს ვინც ახლა ხმამაღლა ლაპარაკობენ კიდევ, მაგრამ აქ აღმოსავლეთში ყვანან, რომლებიც ხმას არ იღებენ, მაგრამ თავიანთი დაჯგუფებები აქვთ, ამათ უფრო რევოლუციური აზრები აქვთ. ამ პიროვნებების ნალაპარაკებზე გაჩვიდა ხალხი და ნუნიში მთას დაერივნენ უროებით, რომ ჩაიგრივნა და ჩასულიყვნენ იქ 64-ში, 1000 კილომეტრის სიღრმეზე. ესე იგი, ეს სრული არეულობაა და მოვიდა სიტყვა, რომ ეს გასწორებული იყო. რა შედეგები გვაქვს სადღეისოდ? აი როგორი შედეგები გვაქვს? ჩათვალეს, რომ ეს სახალის სიტყვა თუ ეს ახალზე, ეს რაღაც ახალზე საუბარი, ეს იყო აკაკის, ბატონი აკაკის კონცეფციები. ბატონი აკაკი თუ აღარ არის და ეს კონცეფციებიც, აბა რა საჭიროა. ან ნაწილში მართალი ყო, მაგალითად პოლიტიკაში, ხო, თითქოს ღვთისგანა აქვს მიღებული, კი, ის სწორია. მაგრამ სულიერ საკითხებში ვერა, იმიტომ რომ აბა ვერც ურგვალ სოფელზე აქ ალღოიანი საუბარი მაგრამ სულიერი გზით არ აქვს მიღებული კაცი. ვერც მწვერვალებზე, ვერც მიწის ქვეშ და აქეთ და იქით ხო ვერ არის ისე არ ილაპარაკა, როგორც უკვე ადრე ვისაც რაღაც ჰქონდა მიღებული და ახლა რა ხდება? ახლა ხდება ის, რომ თავიანთი იმები თუნდაც რომ გამოვიდნენ და საზოგადოების გადარჩენის საქმეები აიღონ თავიანთ თავზე. ახლა სიტყვა არის ღმერთი. ივანეს სახარება ასე იწყება. ეს სიტყვა საქართველოში არის მოსული და ამ სიტყვას ჩვენ ძალიან გაუშინაურდით, ძალიან გაუთამამდით და ძალიან უდიერად დავუწყეთ მოპყრობა. ჩვენ გვინდა რომ ეს როგორც აი ტყაპუჭი მოვირგოთ, ისე გვინდა რომ მოვირგოთ. ჩვენსაც გვინდა რომ მოვარგოთ. სადღაც გჭირდება აკაკი ჯორჯაძეც, იმიტომ რომ ვა როგორი მომხრეები ყოლია კაცო. ეხლა ეს მომხრეებიც თუ დაგვემატებიან, ხო რა კარგი. კაკაფონი ერთად გვექნება. ხდება პროფანაცია, დააკნინება, დამცირება, ბოლოს და ბოლოს გაფარჩაკების მცდელობა. საფლავები უნდა დავხსნათ, თითქოს ერთად რომ ძვლებს დავალაგებთ წინაპრებისა გვარების მიხედვით, ამაშია. ხლა უიაღოელები კიდე დაიხსნება და ცოცხლები წამოდგებენ და შორს გლობალისტები თავის გეგმებზე ხელს აიღებენ. ხო, ხელს აიღებენ, ან ის გლობალისტური წესწყობილება როგორ გადმოტანილი და დანერგილი რაც გსპობს თავისით გასწორდება. ხო, არ გამოვა ასეთნაირად არაფერი არ გამოვა. ან ჩვენ მოქმედების საფუძვლად და ჩვენი გაერთიანების საფუძვლად მოსულ სიტყვას ვდებთ და მოსული სიტყვის მოთხოვნებს უქმდებარებთ ჩვენ მოქმედებას, რაც პოლიტიკურ ცვლილებას ნიშნავს, ფორმაციულ ცვლილებას ნიშნავს, ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით, ეროვნული საკუთრების გამოცხადება, გაყიდული, გასხვისებული უკან დაბრუნება და ახალი სფერული ფორმაციის მრგვალია, ხო, სფეროც მრგვალია. სფერული მართვის წესზე უნდა გადავიდეთ. მომავლის პროგრამა გვაქვს მოცემულია და იმას თუ კარგად წავიკითხავთ, იქ არის გარკვეული მითითებები. მართალია გაცილებით დეტალური გეგმები იდო თავისი ნახაზებით ყველა, მაგრამ როგორც ჩანს არ აღმოჩნდით ამ ეტაპისთვის ამ ყველაფრის მიღების, როგორ ვთქვა, ალბათ ღირსები და ძალიან ბევრი რამის გაკაფვა ისევ ჩვენ იმით მოგვიწევს. მაინც დაგჭა ორიენტირები, საით უნდა ვიაროთ და როგორ უნდა ვიაროთ. აი ეს არის ახალი სიტყვის მოთხოვნები, თუ გადარჩენა გვინდა. ან ამის სირგული ვდგებით და ამაზე ვთანხმდებით, ან არა და მაშინ კაცო ყველას თავისი პარტია, ყველას თავისი გაერთიანება აქვს და როგორც უნდა და რანაირად უნდა ჩვენ ხელს ვერ შეუშლით ვერავის.
არც გვაქვს მაგისი პირდაპირი უფლებამოსილება, რომ ვინმეს წინ გადავეფაროთ, ჩვენ მიუთითებთ, თუ სადაა ხსნა, ჩვენ კი არა ვართ მხსნელები. უფლის სიტყვაშია ხსნის გზა ჩადებული. ამას უდგებით თუ არა გვერდზე, ეხლა ვიღაცას თავის გვარის პატივისცემა უნდა, გვარის გაერთიანება უნდა, რატომაც არა? კი ბატონო. ნათესაური კავშირების ჩამოყალიბება უნდა, ჩოხა ახალუხით სიარული უნდა, რატომაც არა, კაცო. ეროვნულ სახელმწიფოში, ეროვნულ სულისკვეთებას გასახანი მიეცემა. ახლა რომ ყველა ერთმანეთს უკარგავთ და გადაჯიშების გზაზე დგავართ, აღარც ნაცავით, აღარც ოჯახის წევრები აღარ გვახსოვს და დავიშალეთ და ასე შემდეგ. პირუკო პროცესების დროს, რა თქმა უნდა, შემოტრიალდება ძალიან ბევრი რამე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც გვაროვნულ წყობილებაზე უნდა გადავიდეთ. განვითარება სპირალურია. 60-დან ვართ გამოწევებული. ლაზარე მკვდარია, 4000 წლის წინ მიძინებულია. ლაზარე ქრისტეს მეგობარია. ესე იგი ისეთი ცნობიერების მატარებელი ლაზარე კრებითობაში, ლაზარეს მოდგმა, ერი, ენა, რომელიც ქრისტეს მეგობარი იყო, რომელიც 4000 წლის წინ დასამარდა, დაიძინა, დაკნინდა. ესე იგი, ჩვენი ისტორიის უდიდესი ნაწილი არ ვიცით სინამდვილეში. მანამდე 60-დანაა კაცობრიობა გამოწევებული, ადამი 60-დანაა გამოწევებული. 60-ს იგავია. ახლა უკან მიბრუნების გზაჯვარედინზე ვდგავართ. და ზოგმა ისე გაიგო, რომ პირველ ყოფილი გვაროვნული წყობილებება ცალ-ცალკე გვარები და მერე ეს ძალიან გვაცდენს. ან უფლის მოთხოვნების ირგვლივ ვიკრიბებით, ან არა და ყველა შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი გზით სიარული. და ესე არ გამოვა, რომ როგორც სათადარიგო ბორბალის როლი ან რაღაც ესეთი შეასრულოს მოსულმა სიტყვამ და ეს არ არის აკაკი ჯორჯაძეს კონცეფციები. და აქ ალბათ უტრიალდებით იმ საკითხს, რომ რა ხდება ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხები პოლიტიკურადაა გადასაწყვეტი. არა რაღაც ფანტასმაგორიებით, ზღაპრებით და იმით, თუ ვინ როგორი სიზმარი ნახა. ვის თავი რაც მიაჩნია, ზოგი ფიქრობს, რომ თამარ მეფის ინკარნაცია, ზოგი ფიქრობს, რომ ნაპოლეონის ინკარნაცია, ზოგი ფიქრობს, რომ პირდაპირ ზეცასთანაა დაკავშირებული, რასაც გვეთქვის ახლა ისე და მოკლედ ერთი საგიჟეც უფრო ვემსგავსებით, სინამდვილე ეს არის. დავწყნარდეთ, დამშვიდეთ, ვიცოდეთ, რომ სიზმრებს ცხევით ხედავენ, გარკვეული სულიერი, ასე ვთქვათ, ჩართულობა საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს, ყავაშიც რო იხედება, მასაც გარკვეული სულიერი ჩართვა აქვს. მაგრამ ეს არსებითი არა, ეს ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხებს არ გადაგვიწყვეტს და თუ ვინმეს გული ერჩის, რაზეც ხელი აქვს მოწერილი 1.907.000 ადამიანს და რაზეც აქვს ყრილობები ჩატარებული, 3 ეროვნული ყრილობა, რის შესახებაც ჩაგვატარებინა ბატონო აკაკი, ამ საკითხებს უნდა მივხედოთ. ახლა ჩვენი პრობლემა რაშია? უფულობაშია? აი მაგალითად ეროვნული თანხმობის დარბაზის წარმოადგენლებს არ აქვს ფულადი რესურსი. ასევე ბევრი ორგანიზაცია, ბევრი დაჯგუფება, რომელსაც არ აქვს ფულადი რესურსი. კაპიტალიზმია და კაპიტალიზმში ხელისუფლებაში რომ მოხვიდე და შენი შეხედულებები გაატარო, ფული გჭირდება, რა? აი ჩვენი პრობლემა რაშია ახლა? უფულობაშია? იმიტომ რომ აქ გაისმის რომ ფონდები გვინდა და არაერთხელ იცადა ის საკითხები, რომ საზღვარგარეთის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები გამოეყენებინა. ფონდები ყველას უნდა კაცო. ხო, ფონდები ყველას უნდა, ფულის სისტემა. მე იმას გავახსენებ საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი პირველი განხეთქილება ეროვნულ მოძრაობაში გაჩნდა სწორედ მერაბ კოსტავას ფონდის ირგვლივ. რამდენად მართებულად გაიხარჯა, სად წავიდა და როგორ წავიდა. წესდების მიხედვით სხვა რამ უნდა გაკეთებულიყო და ცოტა სხვა რამ გაკეთდა. ერთ-ერთი პირველი ბზარი და მითქმა უნდა მოყვა მაგას. ჩვენ ფული კი არ გვაკლია, ჩვენ გვაკლია რწმენა,
ჩვენ გვაკლია თავიანი მიდგომა, ობიექტური ანალიზი, რომ მსგავსება არ გვაცდენდეს და თავდაბლობა გვაკლია. ხო. როდესაც ყველას ვინც კი რამე სიზმარი ნახან ცხადში ეჩვენა, ყველას უკვე ლიდერად წარმოუდგენია სულიერ პოლიტიკურ ლიდერად და ქვეყნის გადამრჩენელად თავი. ერთ სიტყვით სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება მართლაც როგორც ერთ ქართულ სიმღერაშია, ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს და სატყუარა ძალიან ბევრია ამ ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას თავგზის ამნევი არაკლია, ცრუ ინფორმაციების მიმწოდებელი არაკლია და მართლაც აი ამ ორომ ტრიაში ძნელი გასარჩევი ხდება უკვე რეალური ინფორმაციის მიწოდება ძალიან ძნელი ხდება, იმიტომ რომ ზღვა ინფორმაცია მოედინება ყველა მხრიდან, თუ გინდა სამთავრობო, არასამთავრობო, ცალკეული ჯგუფები, სულიერ პოლიტიკური ჯგუფები და აი ამ ფონზე ძირის შესაძლებლობების ქონის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულდება, რომ შეხმა მიაწვდინო შენს მოსახლეობას და აი ამ პირობებში გვიხდება ცხოვრება და ართულებს ეს თორს სხვა მხრივ შეიძლება არ შევხებოდით ამ საკითხებს, მაგრამ ჩვენ ჯემალ ეხლა ვეხებით, იმიტომ რომ დასაკარგი პრინციპში არაფერი გვაქვს. უყურებთ, რომ ამ ნაწილობრივ სიამთკბილობაში, ამ ყოველდღიურ მასლაათში, თუ ყოველდღიურ დავაკამათში ქვეყანას ვკარგავთ. ნელ-ნელა ვკარგავთ ქვეყანას. ყოველი გასული დღე არის დაკარგული. დაკარგულია. თუკი იმ დრისით არაფერი გაკეთდა ნაბიჯი არ გადაიდგა რა ნაბიჯის იმ დრისით უნდა გადადგულიყო, ეს ჩათვალე უკვე რომ ეს უკვე უკან დახევაა. ჩვენი შანსები, ჩვენი ეროვნული გადარჩენის შანსები დღითი დღე უფრო კლებულობს, ილევა და ილევა. ეხლა რაც მეტ არეულობას შექმნიან და შევქმნით, რაც მეტად მივაბრუნებთ რაღაც არარეალურ, ფანტასტიკური, ზღაპრული ამბებისკენ, მით უფრო მეტად დაიხლიჩება ერის სხეული. ვიღაცას გაუგია, რომ ლაზარე უნდა აღდგინდეს და რაღაცა და ყურს წამოკრავს და წაადგება ისეთ რამეს, რომ იქ კი არა და სხვაგან მიდის. იქ კი არა და რაღაც არასერიოზულობას აქვს ადგილი და ამ ყველაფრის ნელ-ნელა დისკრედიტაცია მიმდინარეობს ამ გზით. არ გვაკლია ეს ეზოთერიკები, ეს წინასწარმეტყველები, არის გაქანებული სეპარატიზმი უკვე იწყებენ ენით, უნდა გაანთავისუფლონ მეგრული, გაანთავისუფლონ სვანური ენა, გაანთავისუფლონ აფხაზური ენა, საკითხავია ვის ყავს დატყვევებული, რისგან და გაანთავისუფლონ. გვინჯლია სიტყვები მინდა გავიხსენო ამ გვარსად განათლებული პიროვნების, რომელმაც ძალიან კარგად ჩამოყალიბა მეგრელები, სვანები, ქართველები ქართულმა ენამ ჩამოგვაყალიბა ერათო. ვისგან უნდა გაანთავისუფლოთ ეს? და რისგან უნდა გავანთავისუფლოთ? აღარ გვინდა უკვე ეს ერთად და ცალ-ცალკე გვესმის და ვინ უფრო სუფთა სისხლისაა და ენობრივი სეპარატიზმი და ერთმანეთს მოვაბათ, მარტო იქით ამ მხარე არ არის დასავლეთის წარმომადგენლობა. აქეთ აღმოსავლეთსაც ყავს. აღარ მინდა პირდაპირ დავასახელო მისი გვარის სახელიც, მაგრამ გამოდის და პირდაპირ ცეცხლზე ნავთს ასხავს სოციალურ ქსელში ნებისმიერ ატეხილ საუბარში იჭრება, წამოწყებულ საუბარში ეროვნულ საკითხებზე, ეროვნულ ისტორიულ საკითხებზე წამოჭრილ საუბარში იჭრება, თითქოს და ეზოთერიკია თუ რაღაცა ისეთია, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლოებებს ფლობს, რაც ჩვენ უბრალო ხალხმა არ ვიცით და თურმე მეგრელები და სვანები, ესენი სემიტები ყოფილან. სულ სხვა მოდგმაა, სულ შემოჭრილები და ჩვენ კიდე ეს მართალი ქართველები როგორ ვიჩაგრებით. ესე იგი, სულიერი თვალსაზრისით გაძლიერებული ბრძოლა გვაქვს საქართველოს დასანგრევად, აქედან თუ იქიდან. იქიდან თუ რგვალი-სოფელია, აქ კიდე მიწისქვეშა ქალაქია. ესენი ჩუმად არიან აღმოსავლეთისები, ჯერჯერობით. არა მოუხეთხია მიწისქვეშიდან. აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს.
და ნუ დასაკარგი რაღა ახლა მიუშვათ, რა ვიცი, გიჟებს უფრო გავყვებით და შედეგს რას მივიღებთ? ფონდი შეიძლება სამაგიეროდ მილიონები. და რა გვაკლია? ფული კი არ გვაკლია, ფული ისეც გაგვაგიჟა, ამ ფულმა ისეც გადაგვამტერა, ამ ფულის გზამ ისედაც უფსხრული გაგვითხარა უკვე. შევარდნაძეს გავყევით, იმიტომ რომ სოფლიოში დიდი კაცია იცნობენ და ჩვენც გვიცნობენო და შემდეგ წარმოვიდგინეთ, რომ ოლიგარქი მოვა ფული აქვს და დაგვაყურებსო და ფონდიც ჰქონდა და იმ ფონდით მთელი ინტელიგენცია წყვეტდა თავის სახელმწიფო საკითხებს და ნუ შედეგები რა მივიღეთ. ფული კი არ გვაკლია, გვაკლია პირველ რიგში რწმენა, გვაკლია კეთილგონიერება, გვაკლია ობიექტური მსჯელობის სივრცე. გაავებული შეტევა მიდის, კაცი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ იმ სიტყვაზე, რაც დაგვიტოვა, რაც მიიღო და გადმოგცა და გზებია გაკვალული. ანუ იურიდიულად მომზადებულია ნაბიჯი რო გადავდგათ. გაავებული შეტევა მიდის სწორედ აი იურიდიული ნორმატივზე, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და ნებისმიერ ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ ის გაატაროს ცხოვრებაში. ახლა რაში გამოიხატება არ შევეხებოდით, მაგრამ აქაც სხვა გზა არ გრჩება, იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ამიტომ რაზეც თავს ვიკავებდით, თავს შეკავება ჩაითვალა იმათ, რომ უნდა გაჩუნდე და უნდა გააგრძელონ ისე როგორც თვითონ უნდათ. 1%-ით მაინც თუ დაფიქრებთ, 1%-ით მაინც მართალია, რასაც ვლაპარაკობთ. რომ ეს მართლაც უფლის სიტყვაა. და ამას თუ ეწინააღმდეგები, რას მიიღებ? თუ ეს შეგუბრალო დამატება გონია, ან ისეთ მასალად გონია, როგორც კიდე მიკრეჭავ, მოკრეჭავ და შენსას მოარგებ, რას მიიღებ? ან თუ არ გჯერა, რომ ეს უფლის სიტყვა რეალურად. რა გაძლევს ამის საბაბს? აი რა არის ისეთი, რომელიც თქმულა, არასრულებულა, სიმართლეს არ შეესაბამება, რა არის ისეთი, რომელიც ქართველი ერისთვის, შენთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის მიუღებელია, რა არის აქ, აი ხო შეიძლება ჩამოაყალიბოს ვინმე და თქვას, რომ მე აი ამ ასე უმიზეზოდ რატო იწულებ? კი ბატონო. აი ეს არის. დამისახელე მიზეზი მაშინ კონკრეტულ პუნქტი დაასახელე, რომელში არის თანხმები ან რაში ეთანხმები. ორს გამოვყოფდი ჯემალი. ან ჩვენს მიღმა ეს დისკუსია კულისებში არის. ალაგალ გამოიფრქვევა ხოლმე. ახლა კიდე გამოდიანო და რაღაც ფორმაციის შეცვლებზე ლაპარაკობენო. ჩვენ მართლმადიდებლები რა ფორმაცია არის ფორმაციაო. კაცი უნდა ეკლესიური ნორმებში უნდა ჩაჯდეო და აი ეს კარგი მაშინ. მე მართლმადიდებელი ხარ ამ სისტემაში, როგორ არის შენი მართლმადიდებლობა? კი ბატონო, კი ბატონო. ესე იგი ფორმაციებს არაფერი მნიშვნელობა არ ქონია. თავარია რომ ვარ ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი, ან კათოლიკე, ქრისტიანი ვარ, ან მუსლიმანი. ფორმაციას არ აქვს, არა მნიშვნელობა. ბატონყმობა გვექნება, მონათფლობელობა, ამას აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს. და თუ არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ მოდი ბატონყმობა აღვადგინოთ. და ჯავახიშვილები ვართ, ჯემალი, იქნება ბატონობა ვთხოვოთ და თვითონ კიდე ყმები იყვნენ მაშინ. დაგთანხმდებიან? თუ ამას მართლა არ გაიგო კახა. ხო, არა, თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თან ხუვრობ და თან არ ცხოვრობ. ესე იგი ფორმაცია რა არის? როგორი ღირებულებებით იმართება მთელი საზოგადოება? ამას არ აქვს მნიშვნელობა. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. და არსებითი ეგ არის. ლიბერალურმა ფორმაციამ გადაქელა შენ მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა სიმართლის დიდებას ნიშნავს. სამართლიანობის დიდებისთვის თავდადებას ნიშნავს. ქრისტიანულ მორალს ნიშნავს. ქრისტეს მიერ როგორც ქრისტე მიცხოვრა, ისეთი ცხოვრებით მაცხოვრებლობას ნიშნავს. რაც არის მხოლოდ მოწოდება და რეალობაში ადამიანებს. ეს რეალობაში არ დაგვიმკვიდრებია. ეს სულ არ წაშლილიყო ეს ცნობიერება, ეკლესია მაინც შეიქმნა და დედა ეკლესია წმინდა წერილები, ქრისტეს მიერ მოტანილი სიტყვა
აზროვნება, ცნობიერება, მართლმადიდებლობის სახით ეს დაგვინარჩუნა, როგორც სწავლება, რომელსაც რეალობაში არ აქვს საფუძველი. აი მეფრეთ მოსვლა ის არის, რომ რეალობაში ის რაც მოცემული აქვს როგორ თეორია, პრაქტიკაში როგორ დავნერგოთ. ესე იგი ბოროტების გზა როგორ დავაგდოთ. ეს უკვე ფორმაციულ ცვლილებებზე გადის. ძალიან დიდ მასშტაბიან ფორმაციულ ცვლილებებზე გადის. იმიტომ რომ ჩვენ ფულის პრიმატის სისტემით ვცხოვრობთ. ესეთი გვაქვს დანერგილი, რომელიც ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ მიწის გოჯზე, ყოველ ოჯახში, ყოველ სულში დაბლად ებრძვის მართლმადიდებლურს, ქრისტიანულს, ადამიანურს, ქართულს. ესე იგი არსებითი ცვლილებები თუ არ მოხდება, იმაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ ცარიელი ფორმების დამრგვალებით თუ ასე ისე ფონს ვერ გავართ. ჩვენ ვამოვით, რომ კარგია ტაძრებს ვაშენებთ, მაგრამ შიგნით შევალ. კოსმოპოლიტური გზით თუ წავალთ და ერი გაგვეფანტება და სხვები მოვლენ, და ვისთვის აგვიგიეს ტაძრები, შიგნით შევა. ახლა მაშინ ისე გაგვიგეს, თითქოს ჩვენ ტაძრების მშენებლობის წინააღმდეგი ვიყავით. ტაძარი რო უძვირფასესი, ეს შენ შეგახსენებს შენს ისტორიას, შენი ერის და არა მარტო შენი ერის, ქრისტესათვის და მართლმადიდებლობისათვის თავდადებულ ადამიანებს, წმინდანებს, თავად მაცხოვარს, მის განვლილ გზას გახსენებს, დიდ ტაძარში ვიკრიბებით. როგორ შეიძლება ტაძრის მშენებლობაზე შენ წინააღმდეგობა გქონდეს, მაგრამ აქ საკითხი იმაში იყო, რომ რესურსი, რასაც ჩვენ ვახმართ, რესურსი უსასრულო არ არის. კარგია რომ ვაშენებთ, მაგრამ ირისთვის ვაშენებთ. მოდი ეს რესურსი ფორმაციის შეცვლისკენ წარმართოთ. აგერ 1,907,000 ხელს. და მთელი საქართველო იქნება ტაძარი. მე მთელი საქართველო ხდება ტაძრის მდგომარეობაში გადადის და ხელის ხელ და გულის გულ საგოგმანები იქნება თითოეული ისტორიული, ეხლა ჩამოშლილი დაგრეული რო არის, აღსადგენი და მოსავლელი. აი ეს პრობლემები არის. მეორე პრობლემა რა არის? ესე იგი, რწმენაში გაგვიჭირდა. ობიექტურ გაანალიზების უნარში გაგვიჭირდა. ნეიტრალიტეტი არაო. ეგ არ არის კარგი საქმე. ვაი მიმხრობლობა კარგიაო. იმიტომ რომ სოფლიოში ბანაკებია, იქით ჩრდილოეთი აღმოსავლეთის ბანაკია, სამხედრო პოლიტიკურ ეკონომიკური, იქით დასავლეთი, იქით ამერიკა ცოტა ცალკეა და ბანაკებათაა და ევროპა ცოტა ცალკეა და დაპირისპირებულია. ნუ თქვით რომ რადგან მასობრივი მოსპობის იარაღია, ეს დიდები ეძებენ პროქსი, ეხლა პროქსი ეძახიან. სვისი ხელით რომ ნარიგლი ჯონ ეძებენ სივრცეებს და ესეთი კარგი, ნოყიერი, ნაყოფიერი სივრცეები საქართველოს. გავიგეთ. ესე იგი თუ იმას მიემხრობი, გამოგიყენებს, ასე თორშტე შენ განადგურდები, თუ ამას მოემხრობი, ესეც გამოგიყენებს, მაშინ შენ აქ კი არ უნდა იჯდე. შენ ჯარისკაცი შესაძღვარზე კი არ უნდა იყოს, იქ უნდა იყოს უკრაინის ფრონტის ხაზზე, როგორც მაგალითად ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცია რა. ხო, თუ იმისკენ გადახვალ და ეს გაგწყვეტავს. აი ძალიან პრაგმატულად დავსვათ საკითხი, თავი დავანებოთ, ახლა რომელია მართალი, რომელია მტყუარი. ხო, აი მიმხრობლები უნდა ვიხოთ კაცო. ანუ ნეიტრალიტეტის ხსენება არ შეიძლება. ეგ ცუდი რამეა, რატო? ვინც მიმხრობლობაზე ალაპარაკდა, ყველა არის ბადონაგაგისთან, არაერთჯერ შეხვედრილი, არაერთჯერ ნასაუბრები და ეგ თემები წამოღებულია იქიდან. უბრალოდ რა არის ხლა? აი ადამიანს ხელში რო შეამჩნევ, რომ კომში უჭირავს მოპარული. და ეთქვი, ეს ის ხო ის კომშია იქ რო იდო. ამან ეს ქურდობა რო არ აღიაროს. არა კაცო, ეს კომში არ არის, ბიაა გეუბნება. არ არის ეს კომში, ბიაა. თითქოს კომში და ბია ერთი და იგივე არ იყოს. მიმხრობლობა და ნეიტრალიტეტ შორის თუ რომელიმე მათგანი ამიხსნის მე რა განსხვავებას ხედავს, კი ბატონო, მე მზადოა ჩემი სიტყვები უგანზავეღო და ვაღიარო ჩემი შეცდო. ჯეფრი საქსი, ებრაელი კაცი, პროფესორი, მრავალ ძალიან დიდ ადგილებში ურჩევლად ნამუშევარი და ახლაც არ არის განზე, გამდგარი. ამერიკელი.
ამ დიდ მსოფლიო დაპირისპირებაში მით უმეტეს მცირე რიცხოვანმა ქვეყნებმა რომ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნონ, ეს მათი გადარჩენის საფუძველია. ჩვენ რატო გაურბივართ ამ სიტყვის ხსენებას, ეგ ვერ გაგვიგია. იქნებ ვინმე მაგვიხსნას. არაერთხელ დაგვივლია მიმართვებით, რომ ნეიტრალიტეტსა და ფორმაციის შეცვლის საფუძველზე იქნებ ეს პოლიტიკური ძალები ერთად დამდგარიყვნენ. ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პარტია, რომ აი ჩვენთან ერთად. ჩვენ უბრალოდ ერთ-ერთი ინიციატორები ვართ, რომ ეს მოცემულობა და იქნებ ეს პოლიტიკური ძალები ერთად დამდგარიყავით. რომ გადავწყვიტოთ ნეიტრალიტეტის საკითხი, გადავწყვიტოთ ფორმაციის შეცვლის ეროვნული საკუთრების გამოცხადება, ცალ-ცალკე რო უწუწუნოთ, რომ ამდენი გაიყიდა, ესე იყო, ისე იყო. თუ დავამრგვალებთ, უკან დაბრუნდება, არ დაბრუნდება. დაბრუნება სჭირდება დე-იურე გვიდევს. ხო. და ამ ნეიტრალიტეტის ხსენება გააქრეს. რატომ გავაქრეთ? იმიტომ როცა მოვალთ, რომ უარი გითხრათ, საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ, რომ არა ეგენი ცუდ რამეზე ლაპარაკობენ, ნეიტრალიტეტი არ ვარ და ნეიტრალიტეტი ზევიდან უნდა მოგცემ, ზევიდან არ მოგცემენ. ამიტომ მიმხრობელი უნდა იყო. და თუ იმათ არც ერთს არ უნდათ, რომ შენ ნეიტრალური იყო. ანუ მიმხრობელი იყო. მაშინ მიმხრობელი როგორ იქნები? ესე იგი თუ არც რუსეთს უნდა, არც ჩინეთს უნდა, არც ამერიკას უნდა, არც ევროპას უნდა, თუ არც ერთს არ უნდა, რომ შენ მიმხრობელი, ანუ ნეიტრალური იყო, შენ როგორ მიაღწევ ეს პატარა ქვეყანა ნეიტრალიტეტს? არაერთხელ გითქვია, მიმხრობელი როგორ იქნები? თუ კი რაიმე ისეთი არ დაუდეს საფუძვლად შენს ნეიტრალიტეტს და მიმხრობლობას, რომელიც გააჩერებს მათგან ზეწოლას, მათგან გააჩერებს ჩათრევის ცდელობას. ეგ კიდევ შეერობის სხვა თემა არის. სამწუხაროდ მაგამდე ვერ მივდივართ, რომ მივიდეთ მაგ თემამდეც. მანამდე გვექნება წინააღმდეგობა, უბრალოდ სიტყვის თამაში ხდება. სიტყვით манипуляცია ხდება. არა, ეს სხვა არის. კონში კი არა, ბია, კაცო. რას ლაპარაკობ? მე კონში არ ვარ, ბია კარგია. ეგ სხვებმა უნდა მოგწე. აი, ბია ეს ჩვენია. სინამდვილეში არიან ქვეყნები, რომლებსაც ნეიტრალიტეტი გამოცხადებულია, თითო გამოცხადებულია. იცავს, ნაკლებად იცავს, ისეთ რეგიონში. მაგრამ მაინც იმას არ დაუსვია ეს საკითხი, რომ საერთაშორისო დონეზე ყველა მაგიარად მე ნეიტრალური ქვეყანა ვარ და არის. არ მინდა ჩამოთვლა. კარგი პოლიტოლოგები და ისტორიკოსები ვართ და მოიძიეთ თქვენთან. იპოვით ასეთ ქვეყნებს. არის ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალიტეტით საერთაშორისო შეთანხმებიდან იყო გამომდინარე და იყო დრომდე ნეიტრალური, მაგრამ ეხლა ვეღარაა. ამას თავისი მიზეზები აქვს. სუპრაგმატულ სფეროში დავრჩეთ, თუნდაც აი ამ დღევანდელი ჩვენი მსჯელობის პროცესში და აი რო ხელებს ვასავსებთ, რომ არც ერთიო. თუ ხდები, რომ მიმხრობლებაშია შენი გადარჩენა, რასაც ნეიტრალიტეტი ქვია. აი ჩვენ მოსინჯული გვაქვს ბატონი გელამელაძე, რომელიც მანამ შარაძეს მოგვიკლავდნენ, ჯერ გელამელაძე მოგვიკლეს ჩვენ. მონაწილეობდა ეს უარესად განათლებული პიროვნება, საელჩოების დონეზე გვაქვს თავის დროზე, ახლა ღიად უნდა ვთქვათ, ახლა ვიღას უმალოთ, რაღაც უმალოთ. მოსინჯული გვაქვს საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი. თავისი ხელმოწერები მაშინაც გაგვაჩნდა, უკვე იყო საკმაო რაოდენობის დე-იურე საფუძველი გაგვაჩნდა და თავის დროზე გაგახსენებთ, ზოგიერთი პარტია იძახოდა, რომ ჩვენ ფულადი რესურსი გვაქვს, ჩვენ ტელევიზიები გვაქვს, ჩვენ ზოგიერთი ამბობდა, მე ხალხის გამოყვანა შემიძლია. აი ამათ კიდევ აქვთ ხელმოწერები. ათასობით და მილიონობით ხელმოწერები აქვს. დიახ, ეს ხელმოწერები ნებელობის გამოხატულება იყო არის და იქნება. მოსინჯული გვაქვს საელჩოების დონეზე და რამოდენიმე ქვეყანა იყო მომხრე, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სამეზობლოში ირანი,
აქ იყო ლაპარაკი თანაც განსაკუთრებულ სტატუსზე. თუ ფიქრობთ, რომ მიუმხრობლობა ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის გადარჩენაა, აი ჩვენ თავის დროზე საელჩოების დონეზე დავიარეთ, წარგვაგზავნა ბატონმა აკაკინის ღირსეული წარმომადგენლები და მოისინჯა, მაგრამ პრინციპი ასეთია. გაეროს უშიშროების წევრი ქვეყნებიდან ერთიც რო გახდეს გარანტი. ხას უსვამ გაეროს უშიშროების წევრი ქვეყნებიდან ერთიც რო გახდეს გარანტი შენი ნეიტრალიტეტის და მიუხრობლობის. საქართველოს ნეიტრალიტეტი შედგება განხორციელებადია. და არა მარტო გაეროს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებიდან ცოტა ქვევით რეგიონალური მასშტაბის მძლავრი რომელიმე ქვეყნებიც რო წამოგეშვებდნენ, ეგეც თითქმის საკმარისი პირობაა. დათუთლი რომ ნეიტრალიტეტი არ მიუმხრობლობა, რადგან ამ სიტყვის ხსენება არ გვინდა და ვიწუნებთ, როდის მოუშინჯეთ ან ვინ მოსინჯა. გასაგებია რომ ცალკეული პარტიის მიერ მოსინჯულს აზრი არ აქვს. ცალკეული პარტიები ვერ გადაწყვეტს ამ დიდ კარდინალურ საკითხს, ეს უნდა გადაწყვეტოს ქართულმა სახელმწიფომ. სახელმწიფოებრივად უნდა გადაწყვეტოს. და თუ ეს რეალური სამოქმედო გეგმა კი არა, მხოლოდ და მხოლოდ აუდიტორიაზე გათვლილი თავმოსაწონები ტექსტები და ფრაზებია, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ტელეეკრანების ეთერიდან ვისმენთ და იმის იქით რეალური სურვილი არ არსებობს, რეალური მიმართულების მიცემა არ არსებობს, რომ ამ კუთხით წავიდეთ, გავერთიანდეთ, რაღაც ვიღონოთ იმისთვის, რომ რეალურად ამას მივახციოთ. თუ ეს მხოლოდ თავმოსაწონად ხდება საზოგადოების წინაშე, აუდიტორიის წინაშე, აი ამ ფრაზების წამოსროლა მაშინ ჩავაყენებდი მაშინ მე მათ ადგილზე თავს დაუშვათ ახალგაზრდა ვარ, ეს ამბები არ ვიცი, მეც მივედი რაღაცნაირად შემეული ხედვით, რომ აი ქვეყანას მართლაც მიუმხრობლობა და აგერ ბოლოს და ბოლოს ებრაელმა, ამერიკელმა პროფესორმა თქვა, რომ პატარა ქვეყნები რომ გადარჩნენ, უმჯობესი იქნება ნეიტრალიტეტი დაიცვათო. ამ ახალგაზრდა ვარ მოვისმინე და პატარა გაერთიანებას მეც ვქმნი, რომ იქნება ეს აზრი გავავრცელო რაღაცნაირად და ამ დროს გადავაწყდი, რომ თურმე 1,907,000 ხელმოწერაა შეგროვებული ნეიტრალიტეტის მოთხოვნით, ეროვნული ყრილობებია ჩატარებული, ფორმაციის შეცვლა და ასე შემდეგ და უზარმაზარი საძირკველი ვიპოვე, თუ რომ მომზადებულია ფუნდამენტი და არ ვიყენებ ამას. არ მინდა რომ გამოვიყენო ეს ამოუწიო, რაშია საქმე მაშინ. ეს პატარა რაღაცას რომ გავაკეთებ და დავიწყებ ლაპარაკ, ნუ თუ არ დამჭირდება სიხარულით ხელი ჩავალო და ამოუწიო. ჩვენ გაზეთს ეწერა ხოლმე რომ გაბრიელ კიკოძე, უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, საქართველოს ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს. დიდი ადამიანები, მიუხედავად ეპოქა არ იყო იმ ნეიტრალიტეტის განხორციელებისა. ჯერ კიდევ იმპერიის ნაწილი ვიყავით, მაგრამ ის დიდი ადამიანები ნეიტრალიტეტში ჭრეთდნენ საქართველოს არსებობის პირობას, პოლიტიკურ პირობას. იმასაც კი ვიყენებდით. იმასაც კი ხელი უნდა ჩაავლო. და ახლა როცა ეს ისეთ მდგომარეობაში ხარ, დღეს რო ვარ არაერთხელ გითქვია, მიმდინარე ომებში ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი რომ არ შეენარჩუნებინა ქვეყანას, ჩვენ აღარ ვიქნებოდით აქ. საქართველო იქნებოდა პოლიგონი. მაშინ რა გამოდის, ვინ უფრო შედარებით სწორედ და მართალია. აი მთავრობამ გაბედა და თავის სახელი დაარქვა ცნებას და გააკეთა ნეიტრალური საქართველო, ასეთი ორგანიზაცია. გააკეთა. ცნებას თავის სახელი უწოდა. და დანარჩენი ნაწილი გაურბივართ. იმიტომ გაურბივართ, რომ ეს ხელმოწერები უკავშირდება ფორმაციის შეცვლასთან, ეროვნული საკუთრების გამოცხადებას. აკაკი ჯორჯაძის ხსენებას უკავშირდება. მოსულ უფლის სიტყვას უკავშირდება.
და უმიზეზოდ მოვიძულეთ და ახლა იძულებული ვართ რომ სიტყვებზე თამაში დავიწყოთ და გადავარქვათ პროცესს თავის სახელი. სხვა სახელი მოუგონო, თითქოს ის სხვა რამეა და ეს სხვა რამეა. და კითხვა არის რომ რა არის მიზეზი რომ ესე მოვიძულეთ? რატო არ ერთ სიტყვასაც ესე ვაბრუნებთ, როღონდეს არ გამოჩნდეს? ამხელა ფუნდამენტი წიგვიდეს და ასე გაჭედილ მდგომარეობაშია ქვეყანა თან. კონსტიტუციაში ნატო გიწერია. ნატოს ამბები ზღაპარია და დამღუპელია ამ შემთხვევაში. ამხელა დოკუმენტი კიდე წინ გვიდევს და არ ვიყენებთ. აი რაშია საქმე? ამ ერთ სიტყვასაც კი ესე გაურბივართ. მე მახსოვს ჯემალი ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლი მეტად გარკვეული იყო სასულიერო მხრივ და კონფესიებთან შემოვლის დროს კათოლიკეებთან მოუწია თბილისში არის კათოლიკური ტაძარი. ერთ-ერთი დამოსაბუთებელი რომ ქართულ ენაშია ის რაზეც ლაპარაკია ადამიანს მხოლოდ ჩვენ ვეძახით ადამიანს. ადამიდან მოვდივართ, დანარჩენები ადამიანს სხვა სახელდებით ჩელოვეთ და ასე შემდეგ, სხვადასხვანაირად. ეს იმასაც ადასტურებს რომ ის დასაბამისეული ენა და იქ 64-ეული საკითხებთან ქართული ენაა სწორედ. ამ კათოლიკეს ესაუბრა კათოლიკე ღვთიელს თუ როგორ არის მათ სახელი ზუსტად ბოდიშს მოვითხოვ შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობ. კი ბატონო და ამაზე მერე ვიმჟელოთო და აჩქარა ეს თემა და აღარ გააგრძელა და დაიბარა შემდეგი დღისთვის და მოიტანა ბიბლია. და გადაუგშალა და გადავაბა საწერია ადამიანი კარწერია წერა კაცი ქართულად გამოცემული. სტოკჰოლმში გამოცემული ერთ-ერთი ბიბლია მოიტანა სადაც ადამიანი არ ეწერა. საგანგებოდ ქართველებისთვის იყო საგანგებოდ დაბეჭდილი ადამიანის სახელიც კი გააკრეს რომ ქართველს რაღაცა არ მინიშნებოდა არ გამოგვიძებულიყო ისევ დამარხული ყოფილიყო. ბიბლიაც კი გადააკეთეს. ბიბლიიდანაც კი ამოიღეს სიტყვები. და ახლა აკრაზია რატო შევეხეთ ამ საკითხს. როდემდე უნდა ვეთამაშოთ ერთმანეთს სიტყვებზე. სადამდე ვაპირებთ, რამდენი დროა განა ქვეყანას მოცემული. ესე უსასრულოდ უნდა ვითამაშოთ და ვეთამაშოთ. და ჩვენ გვინდა დავაყენოთ ჩვენი თავი, ან რამოდენიმე ადამიანმა არ გამოვა. რომ გამოსვლელი ყოფილიყო, ასეთნაირად გამოვიდოდა კიდევაც. მანამ მიღებული უფლის სიტყვის მოთხოვნებს არ დავიდებთ საფუძვლად. და ამის ირგვლივ არ გავერთიანდებით და თანხმობას ამის ირგვლივ არ ჩამოვაყალიბებთ. დანარჩენი მიმართულებით თანხმობა ბევრჯერ გვაქვს ჩამოყალიბებული. ბევრჯერ დავირასმეთ, მაგრამ საითაც გავიქეცით, იქით წავიქეცით. და ყველაფერს კიდე თავისი გაკეთების ფორმა აქვს. საგიჟეთი რომ დავატრიალოთ, მისი ზმარი ნახა და ერთმანეთში ავლინთოთ. ქვეყნის გადარჩენა კი არა, გაწვავლიპეს ზურაბაშვილის გაწოცხლება დაგჭირდება, იმიტომ რომ სამკურნალოები გავხდებით. ყველა. არჩენი კიდე უბრალოდ თავისი წესები გააჩნია ყველაფერს და ეს წესებიც მოცემულია. ციქარა ზღაპარში რო არის, წინა უნდა ვისროლოთ რა, სავარცხლები და ის უკან უნდა გადავყავთ. არ მინდა ეხლა რომ ამ თემით კიდე უფრო გავაღრმავ. მაგრამ მე რასაც უყურებ, ჯერ წინ ვისვრით. ისევ დაშლაზე, ისევ ძველი ჭრილობების გახსნაზე, ის პუტჩისტია, ის პუტჩისტის ბიძაშვილია, ის ესეთია, ის ისეთია,
ის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელია, ეროვნულმა მოძრაობამ დაღუპა ეს ქვეყანა, დასავლეთის აგენტები იყვნენ, აი ის დროს ჯობდა და ისევ ამაში ვტრიალებთ, ისევ ერთმანეთს ძირს უთხრით და ვერ გაგვიგია, რომ ჩვენ სულ ყველა ერთად ვართ მხეთის წარმომადგენლები. კრავია მოსული, სიტყვა მოსული და ერთად ვართ ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად ვართ ამის წინააღმდეგ მომართული, თან ერთმანეთს ვჭამთ. ჩვენ ყველა ერთად შევადგენთ ამ ბოროტი ცხოვრების წესს. და ურთიერთმიტევებით და ურთიერთ ხელის გაწვით თუ არ დავკავშირდით, ესე არ გამოვა, რომ იცი რა, მე წმინდანის გზით მოვდივარ და აი შენ უწმინდურო, შედამანგრეველო, შედამაქცეველო და დავიწყოთ მერე კიდე ხელების ფათური და ქექვა და ერთი ამბავი. ვერ მოვრჩით ამას, ვერ გავნელდით და პირიქით უფრო და უფრო ვაცხელებთ ხოლმე. ერთმანეთს ლანძღვით, ერთმანეთის ძირის გამოთხრით, გვინდა რა გვინდა, რა დიდი გაერთიანებები უნდა შევქმნათ, მეტი პატარა რაღაცა ჯგუფი ჩამოვაყალიბოთ, ეგ არის და ეგ მაგით დამთავრდება ყველაფერი. ანუ ყველა საქმეს თავის გაკეთების წესი აქვს. ეს ჩვენ მე კი არა ვარ ახლა რომ ლაპარაკო ეს დიდი ჭკვიანი. არა ახალმა სიტყვამ დადო ეს წესები და ფორმულები და ამით სარგებლობთ. გვინდა რომ ეს გამოვიყენოთ. ყველა დაუმარცხდებით კრავთან. ჩვენი გაერთიანება და სწორი გზით წასვლა რომ შედგეს პირველ რიგში მე მიმაჩნია რომ ერთმანეთთან უნდა ვიყოთ გულწრფელი. და რაც მთავარია, პარვას უნდა შევეშვათ, მე წერა რატო ვთქვი. ყველაზე დიდი ქურდობა არის სიტყვის ქურდობა. არა მე რატო ვთქვი წერა, რომ იცი რა, როდესაც იპარავ კომშს და მე როდესაც ხელში დაგიჭერენ ამ კომშს, იმის გამო რომ შენ არ აღიარო რომ ეს მოპარულია და შენი არ არის და სხვისგანაგან წამოღებული, იძახი რომ ეს კომში კი არა ბიაა. რომ ეს ნეიტრალიტეტი სხვა რამეა თურმე და მეუხრეობა სხვა რამეა. ეგ ის არის რომ მივიდე და უკვე გამაჩერო, შენთან არ წამოვარ. არ შენ ცუცავო. ჯერ ერთი რომ თუ ვიღაცა მიაჩნია რომ ეს პატარა და მცირე დოზის ქურდობა, ჯერ შევახსენებ რომ მემსის ქურდი და აკრემის ქურდი ორივე ქურდი. მეორეც ის რომ სიტყვის ქურდობა ყველაზე დიდი ქურდობა, ყველაზე დიდი დანაშაული. თუ სიტყვა ღმერთი ამას თუ გავყვებით, მაშინ ყველაზე მესამეც ის რომ შედალოცვილო რატო იპარავ იმას, რაც ისედაც შენიც არის. რომ ის სიტყვა ვიღაცის საკუთრება კი არ არის. შენიც არის, იმისიც არის, სრულიად კაცობრიობისაა. მთელი საქართველოსია პირველ რიგში. და რატო იპარავ იმას, რაც ისედაც შენია. აი ამაშია საქმე. ხო. და მეგონი მოვიდა დრო იმას, რომ შევეშვათ რაღაცა ჩვენი სიზმარში ნანახის და იმის თავზე მოხევა საზოგადოებისთვის. ამ საზოგადოებას ისედაც ბევრი გამოუცდია უკვე, ბევრი აქვს გამოვლილი. ბევრჯერ მივიდა იმედგაცრუებამდე. ბევრი ცრულიდერები გამოუჩეკეს, წინ ჩაუყენეს და მე აღმოჩნდა წლების შემდეგ თუ თვეების შემდეგ, რომ მოტყუებული იყო და ეს ხალხი უკვე საკმაოდ გულგატეხილია და კიდევ ერთი გულგატეხილობიდან მეორე გულგატეხილობამდე მისვლა აღარ უნდა ამ ხალხს, ისედაც საკმაოდ უკვე ბევრი ნახა. ახალი სულიერი თუ რაღაც პოლიტიკური ლიდერების გამოჩეკვა და წამზღვარება და მე თუ გზით სიარული აღარ ჭირდება, დრო აღარ არის ამისოთ, რომ ჩვენ კიდევ რამოდენიმე ვერსია ვცადოთ, რამოდენიმე გზა ვცადოთ, კიდევ რამოდენიმე იმედგაცრუება გამოვიარო და როცა მივხვდებით ბოლოს და ბოლოს, მე შევტრიალდეს ამის დრო აღარ არის. და შევეშვათ რაღაცა სოფლების დამგვალებას თუ დასახლებული პუნქტების ტრაპეციის ფორმის მიცემას თუ რაღაც ამდაგვარებს. არ არის საჭირო ახალი ველოსიპედების გამოგონება, არ არის საჭირო რაღაც ვითომ და ჩვენი თვალსაჩინო რაღაც ორიგინალის მოფიქრება. დევს პროგრამა, დევს სიტყვა, რომელიც ადამიანების და კაცის გონებით განჭვრეტი მოფიქრებული არ არის, უფლისგან არის მოწვდილი. და დღევანდელ შექმნილ სიტუაციაში, რომ კაცობრიობას და ჩვენ ქვეყანას უფლის გარდა ვერაფერი და ვერავინ ვერ გადაარჩენს, ამაზე მე მგონი არავინ არ დაუს. ჩვენ გვინ დღევანდელ საუბარში
დღევანდელ ჩანაწერში უბრალოდ ვაპირებდით რომ მეორე თემასაც უნდა შევხებოდით, მაგრამ იმდენად გაგვიგრძელდა, იმდენად ემოციური გამოგვივიდა ამ ჩვენ პირველ თემაზე იმდენად დაიხარჯა, რომ მე მგონი ვეღარ შევძლებთ და კი, დრო ამოგვეწურა ფაქტია. მეორე თემაზე საუბრის დაწყება არ გამოვა, იმიტომ რომ არ უნდა იძულებული ვიყოთ, რომ მოკლედ მოვჭრათ. ან არა და ძალიან ძელი გამოვა ეს ჩანაწერი და მოსაბეზრებით დამღალელი სმენელისთვის, ამიტომ გონი ახლა დროა რომ დავიმშვიდობოთ ჩვენ სმენელს. შეძლების და გვარად ვეცადეთ რომ გვეთქვა ჩვენი სათქმელი კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა რეალური გადარჩენის გზას შევხებოდით და კვლავ ისევ იგივე უნდა გითხრათ, ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, კიდევ და კიდევ იმ მოწოდებით უნდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, რომ მოდი შევკავშირდეთ. შევკავშირეთ რაღაც კონკრეტული პიროვნებების, ცრუ ლიდერების, კერპების ირგვლივ კი არა, უფლის სიტყვის ირგვლივ. იმ პროგრამის ირგვლივ, რომელიც რეალურად უფლისგანაა მოწვდილი, დევს საამისოდ ამ ნაბიჯების გადასადგმელად იურიდიული საბუთით დევს და მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და კეთილგონიერება ასაჭირო იმისთვის, რომ გადარჩენისთვის ნაბიჯი გადავდგათ. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ, რომ უკან დასახევი და დასაკარგიც არაფერი გვაქვს და შედარებით უფრო კაცრად გამოგვივიდა სათქმელი. მოგვიტევეთ თუ ძალიან ემოციური ვიყავით. ხო. მაინც ვიტოვებთ უკეთესეს იმედს. მადლობთ ყურადღებისათვის.